ჩემი ტაქსების ამბავი გადაწყვეტილია და შეწინააღმდეგებას ეხლა აზრი არ აქვს, მაკა. დაიწყო რა. აუ, მაკა არც პანიკებს არ აქვს აზრი, რა გადაწყვეტილი. მოიცადათო. რანაირად აპირებ? რანაირად აპირებ? მანქანის ტაქსაობას ჯერ ხო რაღაცა ფული უნდა თავიდან. არ უნდა, ლეილა, არ უნდა რა. სამი ტიპი ვნახეთ ან ახლობლები არიან, ისინი ჩემი რა. წაიყვანენ მანქანებს, ადაქსავებენ და თითო მომიტას 15 ლარს დღეში. და თუ კიდე რაღაც რა მოხდეს, გავგიჟდებით. აუ, მაგ არ გინდა რა ეს რაღაცეები რა გეუბნები დაგეგმილი მაქვეთი ყველაფერი რა. შენ სულ ეგრე ამბობ. ხო გითხარი ჯერ დაელაპარაკეთო მაგ. ჩემთვის არ უნდა გეთქვა. აუ, თქვენ რო გითხოთ, კაცმა ესე იგი სახლში უნდა ვიჯდე და ვიყო ესე რა და არ უნდა გავიდე გარეთ და ეგრე არ გამოვა რა. არჩე ეს ერთი ამბავი, ხა მეორე ამბავი მაქვს რა და შენ გეხება ლეილას მეორე ამბავი. შენი ოპერაციის ფული პრობლემა აღარ არის რა. რანაირად? მოკლედ იმ პროცენტი ამბავს ვიღებ, რო გელაპარაკე იმას. რამდენჯერ უნდა ვთქვათ, მე თქვენ ახალვალს აღარ აგაღებინებ. ხალხო ისე არ გამოვა რა. ხო იცით რა როგორი ამბავია და აუქნათ ეხლა რომ ველოდოთ არა ეს სიმსივნე როდის აუ მოკლედ რა დრო აღარ ითმეს და უნდა ვიმოქმედოთ რამე რა. დედო მართალია მე მგონი. მაკა ეხლა შენ დაიწყე კიდე. ლეილა მომისმინე მე და მაკა ვილაპარაკეთ უკვე. ეს შევთანხმდით რა. რითი აპირებ გადახდას? იმ ტაქსით შემოტანილი 15 ლარით? და თუ იქნებ გავყიდოთ ის მანქანები და ისე გადავიხო. როგორ არ ჯობია ჯერ ერთიც ვერ გადავიხდით ბოლომდე ამვალს რა და მე მეორე კიდე სტაბილური შემოსავალია თქო ეს რა. ორ კაპიქს შემოვიდათ ყოველდღე. რა ვიცი რაც გინდათ ისკენ. არ ჯობია მაგ ტაქსი ჩენი ტაქსაო მაგ მანქანით და შენთვის იშოვა ფული. მე ახალვალს არ აგაღებინე. მიხედე თქვენ თავებს. ლეილა მომისმინე მე მაგ ვალს მაინც ავიღებ. შევერ შემიშლი ხელს რა. და ვაფშე მე ავიღებ მაგ ვალს და შენ თუ ხელს არ მოგიდებ ავდგები და გავხსვანგავ რა. ხო იცი რომ მე ხერხება ეგეთი რაღაცეები. კიდაც ის გიქნიათ რა. ამატარებ. დოქში მაგუშ გადაწყდა რა. დარწმუნებული ხარ? მან დარწმუნებული. ახლა ვალი კიდე. აუ მაგა მომისმინე რა ყველაზე მეტად მე არ მინდა იმის აღება, მაგრამ ხო ხედავთ რომ აღარ ითქმეს არა? თან კოიცი ეს სიმსივნე როგორი რაღაცაა რა. გავყიდოთ ეს მანქანები და ისე გადავიხო. არ გვეყოფა ის ფული ბოლომდე და გაიგე რა. მეც დავამატებდი რაღაცნაირად. აღარ მინდა ეს პროცენტიანი ვალი, აღარ მინდა ვალები. აუ აროჩე რას არ ვაკეთებ რა იმის გულისთვის რომ როგორმე გამოვწვეთ ამ მდგომარეობიდან და შენა დედა შენი კიდე იმენა მატორმუსებთ რა.